ხონის სოფელ გუტირში ქართული მოცვის წვენების საწარმო გაიხსნა და ფერმერთა საველე დღე მოეწყო. შეპესე ფრეშარგო 1-ის ბაზარზე შექმნილ საწარმოში სტუმრებმა მოცვის გადამუშავების სრული ციკლი ბუჩქიდან ბოთლამდე იხილეს. საწარმოში წარმოებული უნიკალური პროდუქტი ქართული მოცვის წვენები პირველ ეტაპზე შიდა ბაზარზე გაიყიდება, თუმცა სამომავლოდ მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ახასიათებდა რაღაც ექსპერიმენტები, ვცადეთ ღვინის გაკეთება, ფელამუშის, соуსის, წვენის, ტყაპის, სხვა რაღაცეების. თუმცა წვენის რეცეპტამდე რაღაც ისე მივედი, რომ ძალიან მოგვეწონა, გემოზეც ძალიან გემრიელი არის და მხოლოდ წყალი ემატება კეთების პროცესში, ანუ 100%-ით ნატურალურია და ინარჩუნებს მის კეთილ თვისებებს, რაც მოცვს როგორც სუპერფუდს ახასიათებს. თავიდან სატესტო და დაბალი წარმადობის რაც ხაზი გავაკეთეთ. სატესტოდ წერტიში შევიტანეთ სხვადასხვა მაღაზიებში, ასევე მიმდინარეობს ახლაც მოლაპარაკებები, თუმცა პროგრესის პროექტის ფარგლებში ეხლა შევძელით, რომ ეს საწარმო პროცესი ბევრად უფრო მასშტაბური გავხადოს. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ სეზონის შემდეგ ბევრად უფრო მეტს ვაწარმოებთ და გეგმავთ, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ეს. ხონის პლანტაციების სოფელ გუტირში 25 ჰექტარზე გაშენებულ მოცვს მოიცავს, საიდანაც მიღებული მოსავალი ექსპორტზე გადის როგორც ევროპაში, ასევე აზიის ქვეყნებში. წარმოებლებთან კონკურენციაში ძირითადად სამხრეთ აფრიკაში ვარ, თუმცა ნელ-ნელა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მოცვის მწარმოებლები ხვდებით. ევროპას ახასიათებს ტექნოლოგიური განვითარება, რაც საგრძნობლად აკლია ჯერ ქართულ ბაზარს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს იმის უპირატესობა, რომ სეზონზე, როცა სხვა რეგიონებში ყველაზე ნაკლებია მოცვი, ჩვენთან ხარობს. ამიტომ იდეალური შანსი არის, რომ გლობალურ ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი მოცვი. ჩვენი მიმართულება ძირითადად არის ევროპა, გერმანიაში გვაქვს დისტრიბუტორებთან დიდი რაოდენობით, ასევე შუა აზია, დუბაის მიმართულებით. სამომავლოდ ძალიან მისურვებდით, რომ უფრო აღმოსავლეთ აზიაში გავიტანოთ, სადაც ბევრად უფრო მაღალი არის მოცვის სტატუსი, როგორც მაღალი ხარისხის კენკრა. ზოგადად პირველი დღიდან ასევე ვცდილობთ, რომ ავარიდოთ ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელთან ექსპორტს, უფრო ორიენტირებულები ვართ შუა აზიაზე და ევროპაზე. ადგილობრივ ბიზნესს აქვს როგორც სამაცირო მეურნეობა, ასევე მასორტირებელი ხაზი. ახალი წვენების საწარმო, სათბურები და რაც მთავარია მზის პანელები, რაც მთელს წარმოებას ელექტროენერგიით ამარაგებს და ბიზნესს ეკომეგობრულს ხდის. კომპანიას ამ ეტაპზე 300-მდე თანამშრომელი ყავს დასაქმებული, თუმცა სეზონურად მუშა ხელის მობილიზება დარგის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ერთ-ერთი პრობლემა, რაც უბრალოდ ნებისმიერი სახის აგრობიზნესს ახასიათებს, არის ის, რომ მოსავლის პერიოდში გჭირდება დიდი რაოდენობით ხალხი, რომელიც ასევე ყველა ნებისმიერ ირგვლივმყოფ მოცვის ფერმერს სჭირდება. ამის ორგანიზება და ლოჯისტიკა ზოგჯერ საკმაოდ რთული არის. თუმცა ამჟამად 300-მდე ადამიანი მუშაობს ჯამში სეზონის განმავლობაში კრეფის პროცესში პლანტაციაზე და ერთადერთი გამოწვევას იმას ვიტყოდი სერიოზულს, რომ უმეტესწილად რეგულარული თანამშრომლების რაოდენობა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საჭიროა ეს უშუალოდ კრეფის პროცესში. და იმის გათვალისწინებით, რომ ირგვლივ ბევრ ფერმას ასევე იგივე პრობლემა აქვს, ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის. თანამედროვე გამოწვევების ფონზე დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკომეგობრულ წარმოებას. სწორედ ამიტომ სოფელ გუტირში გამართული ღონისძიება სახელწოდებით ინოვაციები და დამატებითი ღირებულების შექმნა ლურჯი მოცვის სექტორში მიზნად ისახავდა ადგილობრივი ფერმერებისთვის იმ მწვანე ტექნოლოგიების ჩვენებას, რომლებიც მოსავლის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის. საწარმოში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მზის ენერგიაზე მომუშავე გადამამუშავებელმა სისტემამ, რაც აგრობიზნესში მწვანე ენერგიის გამოყენების მაგალითია. ხონში არსებული მეურნეობა ფრეშარგო ის კომპანია, რომელიც საერთაშორისო დონორების დახმარებით ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს. კომპანიამ კლიმატმეგობრული აპარატურა პროექტის პროგრესის ფარგლებში შეიძინა, რომელიც კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა გერმანიის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო კლიმატის ინიციატივის სახელით განახორციელა.
ჩვენი მხარდაჭერა ამ შემთხვევაში გამოიხატა დასურველი ტექნოლოგიების შეძენაში, მეორე კატეგორიის მოცვის გადამუშავებაში და მის წვენად ქცევაში. და რითაც ყველაზე მეტად ვამაყობთ არის ის, რომ ამ საწარმოში მოხმარებული და ამ აღჭურვილობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიაც ასევე ადგილობრივ პლანტაციაში მზის პანელების მიერ იწარმოება. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი მწვანე გადაწყვეტები სოფლის მეურნეობაში და მოცვის ღირებულება და ჯაჭვი განსაკუთრებით პოპულარული გახდება. ადგილობრივი საწარმო ფრეშარგო მოინახულეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ადგილზე გაეცნენ მოცვის პლანტაციებს, სამაცივნე მეურნეობასა და კრეფის პროცესში არსებულ საჭიროებებს. ეს არის ის მდგრადობა, რაზედაც ყოველთვის მე როგორც მეერს თითოეულ იმ ინვესტორთან ვისთანაც მქონია საუბარი, რომ ყოველთვის მინდოდა, რომ მდგრადობა შექმნილიყო საწარმოს დაფუძნებიდან მომდევნო წლებში და აი ზუსტად ეს არის ის წარმატებული მაგალითი, სადაც არა მარტო მოცვი მოყავთ, ხდება გადამუშავება, ხდება ექსპორტზე გაგზავნა, ხდება უნიკალური წვენის წარმოება, რომელიც უნიკალური არის და ერთადერთი არის მთელ საქართველოში. და აი ესეთი წარმატებული ინვესტიციები, ესეთი წარმატებული პიროვნებები, რომლებიც ესეთ ინვესტიციას ახორციელებენ, სხვადასხვა ინსტიტუტთა და ცენტრალურ ხელისუფლების და სხვა დონორების დახმარებით, აი ეს მოგცემ ჩვენ იმის საშუალებას, რომ ხვალ და ზეგ უფრო მეტად წარმატებულები ვიყოთ, უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური ფონი გაუმჯობესდეს ჩვენს მუნიციპალიტეტებს და არა მარტო ხონის მუნიციპალიტეტში, ყველგან. ხონის მუნიციპალიტეტში ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერითა და საერთაშორისო დონორების ჩართულობით მოცვის პლანტაციები 1000 ჰექტარზე გაშენდა, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.